კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელო ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ალკოჰოლიზმით, ნარკომანითან, ტოქსიკომანით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზის შექმნას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული ნაბიჯი, რომლითაც ადამიანთა საბაზისო უფლებები ირღვევა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზოდა თუნაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, ეს ოცნების ხელისუფლების ხელში ქმედითი და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიძლება გახდეს. ამ ბაზის პირობებში ერთის მხრივ ცალსახად შემცირდება მიმართვიანობა ექიმებისადმი ფსიქიური ჯანმრთელობის დაავადებებთან ან სხვა პრობლემებთან მიმართებაში. შემცირდება ადამიანების პრობლემების გადაჭრა იგივე ფსიქოლოგების გავლით. საერთოდ გამოირიცხება ადამიანების მიმართვიანობა ისეთ სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რომელიც ჩვეულის ადამიანებს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებისგან, ეს იქნება ალკოჰოლი თუ ნარკოტიკები, იმიტომ რომ ეს იქნება ბაზა, რომლის გამოყენებაზეც არ აგვაქვს არავითარი ნდობა იმ სტრუქტურებისა, რომლებიც მას ქმნიან და შემდეგ ინახავენ. ძალიან კონკრეტული პრობლემა დევს აი ამ ცვლილებებში. ერთი ეს არის არ არის განსაზღვრული წესი თუ როგორ არის დაცული ადამიანის პირადი მონაცემები, პირადი ცხოვრების ინფორმაცია, სამედიცინო საიდუმლოება და მეორე ეს არის ის გამოყენება და დანიშნულება, როგორი გამოყენებას და დანიშნულებას აი ასეთ ფსიქიატრიულ რეესტრებს აქვს დიქტატორულ რეჟიმებში. ანუ პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. იქნებიან ეს აქციის მონაწილეები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რეჟიმს არ ეთანხმება. ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ალკოჰოლიზმით, ნარკომანითან, ტოქსიკომანით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა იგეგმება. კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და პარლამენტში ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში დააინიცირეს. პირველი მოსმენით პროექტი 2025 წლის მარტში მიიღეს, მეორე და მესამე მოსმენით კი პროექტს მხარი 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაუჭირეს.